მოდი ახლა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც შუადღეს გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს ხმის შესახებ მოგვიმზადა და კიდევ უფრო კულისებში, დეტალებში შევიხედოთ. რუსთავი ორზე იწყება ახალი მეგა შოუ. ასე რომ მეგობრებო, ეხლა მე თქვენ განახებთ რა ხდება სინამდვილეში. კამერებს მიღმა და რას ვერ ხედავს ჩვენი მაყურებელი. აი, ნახეთ, მშვენიერესი თაკო. რამდენი საათია ვემზადებით უთხრათ მოდი მაყურებელს. არ დამითვლე დიდი ხანია, მაგრამ დამიბრმავდა თვალების ცეცი ლამაზი ხარ. ანა, დღეს ყველა ძალიან ლამაზი იქნება, რადგანაც ახალ მეგა შოუს ვიწყებ და აქ ვინ არის? ჩიკა! ნახეთ. რა მშვენიერება არის? იცი რა, ყურებელო, არ იცის რამდენი წონა კიდია ზურგზე მიკროფონების სახით. და რამდენი საათი მომზადება? რამდენი საათია რაც მომზადება? 11-ის ნახევრიდან ნაქვარ. 11-ის ნახევრიდან ეხლა არის 2 საათი მეგობრებო. ეხლა წავიდეთ, ვნახოთ უკვე დარბაზში რა ხდება. ნახეთ, რამდენი ხალხი ამას შეხედეთ. ეს არის მთელი შემოქმედებითი გუნდი, როგორც ამბობენ. პროდაქშენის გული და სული. ხალხი, რომელიც ამზადებს ამ დიდ პროექტებს, მართლა უდიდესი შრომა დევს ხოლმე ნამდვილად. ამ ტერიტორიას ვიპყრობ? კი, და ეს არის ახალი სივრცე და ისე მიყვარს ახალი პროექტები, იმიტომ რომ ახალი სივრცე, ახალი ხალხი. ახალი და ხმა, რაც მთავარია, რომელიც უნდა ვიპოვოთ. ბევრი საქმე გვაქვს, ესე იგი სამი ხალი დავეძებთ ახალ ხმებს. ნახოთ, ძალიან უნდა მოინდომონ, იმიტომ რომ კონკურენცია დიდია. დიდი კონკურენცია იქნება. ამ ქვეყანაში ყველა მღერის, ყველას აქვს სიმღერის ნიჭი, მაგრამ ჩვენ ვეძებთ იმ ერთს, რომელსაც ერქმევა საქართველოს ხმა. ნახეთ, რამდენი რამ მაქვს უკან დამაგრებული იმისთვის, რომ ჩვენი ხმებიც ისმოდეს რუსთავი 2-ის ეთერში და არა მხოლოდ ვიზუალურად ჩანდეთ და ავიღებთ სტარტს. საქართველოს ხმა იწყება. დღეს არის პირველი ჩაწერა, პირველი საკასტინგე დღე და ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ კონკურსანტს და ვიცი რომ ერთი მეორეზე მაგრები არიან. და აბა ვნახოთ ახლა რა მოხდება, ვინ მოგვაწონებს თავს, ვინ დაგვამახსოვრებს და ვინ გადაგურევს. ვიწყებ მორჩა. კონკურსანტები კარგები არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაგრები წინ იქნებიან და საკმაოდ საინტერესო შოუ დაიწყო. ბევრმა პროექტმა გვაჩუქა ბევრი კარგი არა მარტო გამარჯვებულები მათ შორის, ზოგი გამარჯვებული არ იყო, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა და ჩვენ მივიღეთ სერიოზული არტისტები და აი ჩამოთვლა მათ შორის ამარხმა დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა და არ ვიცი რა ათობით მომღერალს ჩამოვთვლი, ვინც კონკურსიდან გავიცანით და მე შეირგო ეს ყველაფერი და დღეს გვახარებს და მსმენელს ისინი ძალიან უყვარს. აი ეს მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსო დღე ამ კონკურსში ფიქრობ რომ ერთს კი არა რამოდენიმეს ესეც ვიპოვით. ნახოთ რა იქნება. რა სამი კი მინდა ჩემო ჟიური. მომიდა თუ მომრიალდა კობი გამარჯობა. ქეთა ციკლაური 26 წლის, უმღერის 7 წლის ასაკიდან. პირველი კონკურსი იყო ჯეოსტარი და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ მეც მინდოდა მიმეღო მონაწილეობა მსგავს კონკურსში და რო გავიზრდები, აი იქ დავდგები და ვიმღერებ, თქო და მე მგონი სწორ ადგილას ვარ მოსული. ახ დაოცნება. ნუ მიშლით ხელს ერთი წუთი მაცადეთ, რაღაც მაქვს მოსაყოლი. კასტინგი დაიწყო და ესე იგი ერთი მოვიდა, ერთი კონკურსანტი გავოგონდით. მერე მეორე მოვიდა, მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე და ეს ხახნო არ დამთავრდა და ერთი მეორეზე მაგრები არიან. ისე იგრძნობა რომ ძალიან მოყვართ ქართული სიმღერა. მეძახიან, პროდიუსერი ბრაზობს ეხლა სასწრაფოთო გადასაღებ მოედანზეო, მაგრამ
მოვდივარ ნათია გპირდები, მაგრამ ძალიან მაგრები არიან და ძალიან მაგარი სიამოვნება გელოდებათ, რაც მთავარია წინ, იმიტომ რომ მალე დაიწყება თან საქართველოს ხმა და აი ზუსტად ვიცი, როგორც კი სტარტს აიღებს, როგორ დაატკბებით ხოლმე ტელეეკრანებთან. ქართული სიმღერა მაინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის და არა მარტო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. ყოველდღიური შეხება გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს. საღამოს რომ მოვედი სამსახურში და უკვე გიორგი ავიდა სცენაზე და იმღერა ზურგი თვიჯექი და ასე ტელეფონს სკროლავ და ხმა რომ გავიგონე, აი ესე გავაკეთე და ესე შევწრიალ და მეთქი ეს რა ვინ ახარ ვინ ღერის და ეს იყო პირველი და აი რომ შემდეგ ავედით ერთად სცენაზე, ერთად ვიმღერეთ და ამ სიმღერების დროს მოხდა ჩვენი სიყვარული. ნუ ესე შევქმნით ოჯახი, ოჯახის შექმნის შემდეგ უკვე აღმოჩნდა რომ თურმე ბავშვობაში ერთად ვღეროდით, ფოტო აღმოვაჩინეთ სახში და შოქში ვიყავით ორივე. მართლა ოღონდ გულწრფელად არც მე მახსოვდა, არც გიოს და ფოტოს რო დახედა, აქ მე რა მინდა შენ ფოტოებშიო და მეთქი ხო, აი ესეთი ისტორია გვაქვს. ეს მივყვებით ერთად სიყვარულით, ღერით. ქონდა ყოველთვის სურვილი რომ გამოსულიყავი პროექტში, მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მაბრკოლებდა მხოლოდ ერთი ფაქტორი, ის რომ რამდენად თავდაჯერებული ვიყავი საკუთარ თავში. მე ვფიქრობ, რომ უკვე მზად ვარ. არ მოვდივარ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მოვდივარ პირდაპირ მოსაგებად. ჩვენ უნდა ვიყავოთ